მესამედ მოგესალმებით დღეს მეგობრებო, ხო და ღმერთი სამობით არის. ესე იგი, YouTube-ზე ვიღაცა თამარა მდამი კომენტარა, აი ეს წაიკითხეთ. მანამდე მე ნაყინს შევჭამ. არ მწვენია თქვენ წინაშე ჭამა და არც გამოსვლა. ყოველდღიურ ფორმაში. ეხლა ყველას დაგამატებთ და კარგად მომისმინეთ აი იმ ხუთმა კაცმაც იქ რო ალაიქებთ რა. არავითარ კლანში გაერთიანებული არ ვარო, თამარ რომ იძახი, რამდენჯერაც დაგიში კითხვა, იმდენჯერ დააიგნორე. ეხლა მაინც ახსენი მაგცერათიძე ციონისტების 6 კუთხიან ვარსკვლავს რომ ატარებ მუდამ და არ იხსნი. სამზარეულოს კამოძეც მაგ დავითის ვარსკვლავი გაქვს მიხატული. იმედია ისევ არ დააიგნორებ და ახსნი ამ სიმბოლოს რატომ ატარებო. ამაზე გაქვს საუბარი? ამ ბეჭედზე? აი ამ ბეჭედზე გაქვს საუბარი? სპილენძის ბეჭედი რო არის? ვარსკვლავით, დავითის ვარსკვლავით? და გახსნილია სხვათა შორის, ნახეთ, გახსნილია. და მაინტერესებს სამზარეულოში სად დაინახე კამოდი, მე არ მაქვს კამოდი და დავითის ვარსკვლავი მით უმეტეს. იქნებ დააკონკრეტო რომელ კამოდზე ლაპარაკობ. აქ ეს არ არის სამზარეულო, ეს ჩემი ოთახია. წავიდით ახლა სამზარეულოში, ვნახოთ რომელ კამოდზე საუბრობ. და რა ვარსკვლავია რომ გარკვევით ვისაუბროთ რა. კამოდი. აბა კამოდი სადამ აქ მე აქ. ამას გულისხმობ? ამას გულისხმობ? მე სხვა კამოდი აქ არ მაქვს. ეს კამოდი არ არის, ეს სერვანტია. თუ ამას გულისხმობ, ეს რო გამოვიტანე. ამას ხო არ გულისხმობ? არ ვიცი რომ კამოდი საუბრობ, მართ არ იკითხავ. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. მოტრიალდი აქ. მოტრიალდით აქ. აი ამ ქალბატონს ხო უყურებ? უყურებ? ეს რომელი თითია? ჟენა იცნობ თამარს. ახლა გაიცნი თამარი. და სიონისტებზე მე ელაპარაკე რა, ვაფშე ვინ იყვნენ ეგ სიონისტები, როცა თამარმა ეს უკვე იცოდა რაშია საქმე. ვინც არ იცნობ თამარს რა? თამარ მეფეს ვინც არ იცნობთ? აი ეს ბეჭედი არც სიონისტების არის, არც მასონების არის, არც გველის წიწილების არის, არც კგბ-სია და ვერავინ ვერ მიისაკუთრებს დავითის ვარსკვლავს. იმიტომ რომ იცით რა არის ეს? ეს არის დავითის ვარსკვლავი. დავითის ვარსკვლავი ხვდებით? დავითი ვინ იყო? დავითი ვინ არის? ბიბლიური პერსონაჟი, ხო? ქვას რო იცვლის და გოლიათს რო ამარცხებს. აი შენ რო არ იცოდი ამის ისტორია, იმიტომ გეგონა რომ სიონისტების იყო, გესმით? საერთოდ კაცობრიობას ცოდნა როცა არ აქვს, გონია რომ ეს თვალიც, აი ეს დავითის ვარსკვლავი, რომელიც არის ქართული, დავითის არის და არა
ვინმე იაკობის, დავითის, აი ეს დავითის ვარსკვლავი, რომელიც არის ქართული ანბანიდან გენერირებული. იგივე ეს სიმბოლო, რომელიც შეიძლება აღიქვას ისევე სიონისტებთან მისაკუთრებულ იმ კვლევებთან, რომელიც თამარ მეფეს ჰქონდა. თამარ მეფის ხელმოწერა, ჯვარი, ქართული ანბანი, ვაშლი, ქართული ანბანის მიერ გენერირებული, 22 ქართულის მონეტა. ეხლა მე მივიდივარ იქ თვალთან მივიდივარ, რომ გაჩვენო ისიც სიონისტების გეგონებად. ნოეს კიდობანი, ერთი წუთით აქ რაღაცა უნდა შევუდო, რომ არ გადავარდეს. ქართული ანბანის დამწერლობა, როგორ იწერებოდა ქართული ანბანი და როგორ შეიქმნა ქართული ანბანი. ისკარ იოტელი, იოტალიანელის კარი, თევზები, ქრისტეს სიმბოლო და ბოლოს ქოროსის თვალი, რომელიც აი თქვენი მოკლე ჭკუით სიონისტებს ეკუთვნის. აქ ამ სიმბოლოებიდან ჩამოთვლილი არც ერთი სიმბოლო, მით უმეტეს ქართული ანბანი, არ ეკუთვნის არც სიონისტებს, არც პუჩისტებს, არც ვინმე დაჯგუფებას, არც მასონთა კლანებს, არც პრეზიდენტებს, არც პეტრეებს, არც პავლეებს და არც ეკლესიას. ესენი, აი ეს დავითის ვარსკვლავი, ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც დავითის ვარსკვლავი აქვს თავის ზოდიაქალურ წრეში დასმული. გაინტერესებთ რა არის დავითის ვარსკვლავი და როგორ მოიგო დავითმა? დავითის ვარსკვლავი საწერია საერთოდ და საიდან მოიტანეს ეს დავითის ვარსკვლავი, ვინ გამოიგონა ეს დავითის ვარსკვლავი და რატომ წარმოიქმნა ეს დავითის ვარსკვლავი, გაინტერესებთ? თუ გაინტერესებთ, მაგასაც გეტყვით. აი ეს ფიფქიც ქართული ანბანის არის და ჩვენია, ჩვენი ქართველების არის და არა სიონისტების. ვაფშე ვინ არიან ეგ სიონისტები? მიმტაცებლები და თვითმარქვია სატანის მსახურები არიან სიონისტები, რომლებთაც ვარდი აქვთ დატყვევებული ჯვარზე. ვარდი კიდე ვარდის სიმბოლო თუ არ იცით, გეტყვით. ვარდი არის უმაღლესი ცნობიერება, რომელიც არის მაგდალინელის სიმბოლო, მარიამ მაგდალინელის სიმბოლო. იგივე სოფიას სიმბოლო, იგივე თამარის სიმბოლო. ყველა იმ არქეტიპი ქალის სიმბოლო, რომელიც ჩაწვდა ამ ანბანს. ეხლა მე გეტყვით, საიდან მოდის ეს ვარსკვლავი? გეტყვით. აი ესეც. აი ეს თქვენ რომ იუდეური გგონიათ ეს ფერები, ეს ფერები არც იუდეველების არის, არც სიონისტების, არც პეტრეების, არც პავლეების და არც ჩემი ფეხების. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ენერგეტიკული წრის, რომელსაც ქვია ლურჯი და ოქროსფერი ენერგეტიკული ველი. ლურჯი არის ენა, რომლითაც გამოდის სიტყვა და ოქროსფერი არის ზეცასთან კავშირი, რითაც პირდაპირ მნიშვნელობით ხატებზე გამოსახავენ წრეს, სადაც რასაც ნიშნავს, რომ შენ ზეციურთან კავშირში ხარ და მეტყველებად შეგიძლია. აი ეს ორი ფერი, ოქროსფერი და ლურჯი არის ზუსტად ეს და არანაირი ებრაელების საკუთრებაში ეს არ არის. დავითის ვარსკვლავი წარმოიქმნება ორი კომპონენტისგან, მარსი და ვენერას პოზიციისგან. მარსი არის დაღმავალი სამკუთხედი, ხოლო უბრალოდ მარსი არის დაღმავალი სამკუთხედი და ვენერა არის აღმავალი სამკუთხედი. ესენი ტრიალებენ, ზოგჯერ იცვლიან ხოლმე ფორმას, ზოგჯერ ვენერა აღმავალი სამკუთხედი, ზოგჯერ მარსი არის აღმავალი სამკუთხედი. როდესაც ეს მარსი და ვენერა ერთად არიან შენს ზოდიაქალურ რომელიმე წრეში, მაგალითად ან თევზში, ან ვერცხლში, ან ხარში, ეს არა, კუროში, ან
კირჩხიბში, ან ლომში, ან რომელიმე ზოდიაქალურ წრეში, როდესაც ეს ორი სამკუთხედი ერთმანეთს აჯდება ზედ, აი ესე ჩვეულებრივად რა უნდა მაგას, აი დაგიხაზავთ. აი ესე რა, როგორც აქ წერია. ორი სამკუთხედი, ლურჯი და წითელი, ხედავთ, სამკუთხედები, რომლებიც ერთმანეთს აჯდება ზემოდან, ანუ ერთად არიან ერთ კონკრეტულ მონაცემში, განსაკუთრებულად ვერძში, ამას ეწოდება დავითის ვარსკვლავი. არანაირ სხვა არაფერს არ ეწოდება დავითის ვარსკვლავი, ეწოდება მხოლოდ პოზიციას. პოზიციას, რომელიც შენ სიძლიერეს ასახავს შენივე ნატალურ კარტაში. ნატალური კარტა იცით რა არის? იცით რა არის? არ იცით, მაგრამ ეხლა მე სადღაცა მაქვს ეგ ნატალური კარტა და მე გაჩვენებთ, რომ გაიგოთ რა არის რა. რომ ძალიან ილუზიებში არ იყოთ და სიბნელეში რო არ იყოთ ხალხო. კარგი, წავიდა. გენია, აი აქაც. იცოდე ერთი წუთი. საწახვები. ახარ არის? აბა გამახსენდი სად ახარ? აბა სად ხარ? ნატალური კარტა. ნატალური კარტა, რომ დაინახოთ თვალებით. გამოჩნდი საწახვები. შეიძლება არის ეს ეს იქ აქ უნდა იყოს. გამახსენდეს რა, სად არის? მაინც ბოლო შანსი. არ გაგიმართლათ, მაგრამ მაინც არ მგონია რომ უნდა იყოს. გაგიმართლათ.
აი ეს გეცნობათ, ეს რუკა? აი ეს რუკა არის ის რუკა, რომლითაც შეგიძლია დაინახოს შენს დაბადების მომენტში რა ხდება, იმ მომენტში, იმ წუთში. იმ წამში და იმ წუთში რა ხდება. აი ახლა მე თქვენ გაჩვენებთ აი ამას. რომელ სამკუთხედებზეა საუბარი რა? აი ეს არის მარსი და ეს არის ვენუსი. აი ეს ნიშანი, აი ამაში. აგურისფერში, ხო? აი ამ აგურისფერში ეს და ეს ნიშანი, როდესაც ერთად არის, ქმნის აი ამ ფორმას, აი ამ ფორმას. იმიტომ რომ, ნახეთ, აი ესეთი რაღაც ხდება. კალამისაც აიღეს ბავშვებმა. აი აქედან კალამი რატო იკარგება სულ, ვერ გავიგე. გადავიდები ახლა, გავგიჯდები. სულ რატო იკარგება ეს კალამი? ვახ. მიჩალიჩებენ ეს ბავშვები რა. არა უშავს იყოს. კაი, ამასაც აქ დადოვებ ახლა, იმიტომ რომ მოითხოვა საზოგადოება მასწავლეო და გასწავლე, გასწავლეთ, ვისასყიდლოდ გასწავლეთ. უსასყიდლოდ. აი ახლა ნახეთ რა. აი მარსი. ყურე? აი მარსი. ეს არის მარსი. როდესაც მარსი და ვენუსი ერთად არის შენი დაბადების მომენტში, ზედ აჯდება ვენუსი. ნახე? აი ეს სიმბოლო არის იცით რისი სიმბოლო? რომ შენი მამრი და მდედრი ენერგეტიკა ისეთ ჰარმონიაში ერთმანეთთან, რომ ერთად არის, გესმით? მამრი და მდედრი ენერგეტიკული ველების გაწონასწორებულია, გაწონასწორება არის აქ აღსახული. აი ამ სიმბოლოში, ხედავთ? ამიტომ მიკეთია ეს მე ნეკათიძე და არ ვიხსნი, ისეთ რატო? გინდათ გითხრათ რატო? 4 წლის განმავლობაში ვწერდი ვიდეოებს ისა რა ქვია, ტყუპ სულებსა და დუალურ სულებს. ანუ მამრი და მდედრი ენერგეტიკული ენერგიების შეხვედრაზე. ისე როგორც ფიზიკურში, აი როგორც მე ხვა ვარ ძუძუებიანი ქალი, ხო, პატარა თუ ძიდია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვარ ქალი, მაქვს ჩური, მეწოდება ქალი. ეს არის მდედრი ენერგია და ამას ზოგიერთი ახლა ის სიონისტია თუ ლიბერალისტია თუ LGBT-ისტია არ მაინტერესებს, ვიღაცა ცდილობს რომ ესეც დაგვიზიანონ რა, ეს წარმოდგენები, ანუ ეს სტრუქტურები, რაც რეალურში, მატერიალურში არის, ესეც უნდათ რომ დააზიანონ და გადმოაკეთონ, მაგრამ არ გამოსდით, ვერც გამოუვათ. როდესაც შენ ფიზიკურში, შენმა სულმა, რომელსაც სქესი არ აქვს, სულს არ აქვს სქესი, ანუ ასტრალურს სქესი არ აქვს, მენტალურსაც სქესი არ აქვს. მენტალურს შეუძლია ხან მამრი გახდეს, ხან მდედრი გახდეს, ხან ლოგიკაში იყოს, ხან გულში ჩავიდეს. მენტალურს ეს შეუძლია. სულს ეს არ შეუძლია. სულს აქვს მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა იარსებოს ენერგიაში. შეუხებელი, ანუ ვერ შეგეხოს. ენერგეტიკულად შეიძლება თუ გაქვს სენზორები ადამიანს ფიზიკურში რაღაცნაირად მოგაწოდოს ინფორმაცია, მაგრამ სანამ ფიზიკურში არ გამოვლინდება ასტრალური, ანუ სული. სული არის ილუსია. ილუსიას მაგას უკუარო წავიკითხოთ, აი, სული არის ია, გესმით? ილუსია. ილუსია რა არის, იცით? სული. სული არის რეალურად კავშირი, სადაც გაქვს და ილუზია, რომელსაც არ გაქვს კავშირი და იქმნი. დაცემული, მისი ჩრდილია, ანუ დაცემული მხარეა. ეხლა შენ, როდესაც გჭირდება, გაიგო, შენი მამრი და მდედრი ენერგეტიკული ველი არის თუ არა გაწონასწორებული, ამას აუცილებლად გაივლი ჯერ აი ამ მატერიაში,
გამოცდებს, რომ აბა ვნახოთ, გამოცდილია ეს ადამიანი სული თუ მენტალში, თუ ასტრალში, თუ ფიზიკურში, ვნახოთ და დავადგინოთ. ზეციური ძალები ფიქრობენ ახლა. აბა ვნახოთ. გამოცდა სანამ არ ჩაივლი და გაივლი. მანამდე ვერ დაადგენენ. ხარ თუ არა შენ მამში ან მდედრში გაჭედილი. ეხლა როგორ გამომუშავდება ეს მამში ან მდედრში გაჭედვა და ეს გუზი ნერვებზე ჩვენ გავაკეთო ეხლა. მოიცეთ ერთს. წადი. მამში ან მდედრში გაჭედვა არის ეს. როდესაც შეგახვედრებენ დუალურ სულს, ჯერ კარმული ურთიერთობები, რომელიც დაგიგროვდა ამდენი რეინკარნაციის მანძილზე, იქ აი კიდე ვიღაცა ვერ გაიხსენე შენი მისია, აი კიდე დამატებითი ვინმე. მეორე რეინკარნაციაშიც ვერ გაიხსენე, აი კიდე ერთი კი არა, ერთი ხუთი ალბათ. და მოკლედ ეს დაგიგროვდა შენ კარმული ურთიერთობები მამრთან, თუ მდედრი ხარ. ხოლო თუ მამრი ხარ მდედრთან. ზოგზოგიერთს თავი მამრი გონია, როდესაც მდედრია. იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ინფორმაცია არის წინა ცხოვრებიდან გადმონაშთი, ზუსტად ეგეთი საუბარი მქონდა გუშინ ერთ-ერთ ჩემს ახლობელთან. ამიტომ შენ პირადში გამართული გაქვს მამრი და მდედრი ენერგეტიკა? გაივლი აუცილებლად გამოგწდიან. ისი არ არის რომ სიტყვაზე როგორ არა კი გამართული აბა ერთი არ ვიღალატებ იმას არ ვიდა ამას არ ვიდა შენ სიტყვიერად შენ ძალიან ძლიერი ხარ, მაგრამ აბა ფიზიკურში გამოცადე თუ მართალია ეგა. ხო და რომ გამოცდიან და ნახავი რომ რეალურად გამართული ხარ. რეალურად გამართვა რას ნიშნავს იცით? აი მამრებთან ძირითადად თავიანთი ფალოსია, რომელიც აუჩუჩუნდებათ ხოლმე. ქალებთან თავიანთი ჩურია, რომელიც აუჩუჩურდებათ ხოლმე. ხო და აი ამ ვნებებით ვერ შეხვალო ქრისტე რომ გეუბნება სასუფეველშიო, არა მხოლოდ იმას ეკუთვნის, რომ სექსუალურ ურთიერთობას, არამედ ეკუთვნის იცით რას? რამდენად ფლობ შენ თავს ფიზიკურში, ასტრალურში, მენტალურში. ფიზიკურში, ასტრალურში, მენტალურში. როდესაც ვნებებზე საუბარი, აქ არის როგორც ვნება, სექსუალური ვნება, ისე მუცელთმოყვარეობა, ისე დიდებათმოყვარეობა, ისე ვერცხლთმოყვარეობა, ისე მაგას რა ქვია, ამპარტავნება. ყველაფერი 7 ის მცნება, რომელიც ჩვენ გვიწერია მომაკვდინებელი მცნება, ისინი შენთან გამართული არის. ხო და თუ არის, აი შენს დაბადების ნატალურ რუკაში ჩანს. აი აქ ჩანს. აქ არის დიდი ბრძოლა. არ ეგონოს ვინმეს რომ როდესაც დავითის ვარსკვლავი აქვს სადღაცა რომელიღაცა რუკაში, მარსი და ვენერა ის ადვილად მოიპოვებს დავითის ვარსკვლავს. არა, იქ აუცილებლად იქნება იმხელა გამოცდები და იმხელა ძალისხმევა სჭირდება. აი ასეთ ადამიანს, რომელსაც დავითის ვარსკვლავი აქვს თავის ნატალურ რუკაში. იმხელა გამოცდებს გაივლის და ისეთ საშინელ გამოცდებს გაივლის, რომ შენ საბოლოო ჯამში, აი ეს რომ მიიღო შენ დავითის ვარსკვლავი რეალურად რომ მიიღო, უნდა შეგეძლოს ამის მართვა. როგორ? თუ კი შენ დუალურ სულს შეგახვედრს, ესე იგი გაიარე ყველა კარმული ურთიერთობა, რომელიც დაგროვილი გქონდა სხვადასხვა რეინკარნაციებში, ღმერთმა იცის ახლა უკვე ნებისმიერ თქვენგანი უნდა იყოს საქართველოში ვინც ცხოვრობს, უნდა იყოს 74 ინკარნაციაში. თუ 74 ინკარნაციაში არ ხარ, შენ ვერაფერს ვერ გაიგებ, საერთოდ აი ტყემალზე იჯდები, მე რას ვაპარაკო. და გეგონი რაღაცა გიგონება. მაგრამ თუ ბოლო, ანუ თუ მე 74 ინკარნაციაში ხარ და ყველა თამარის გარშემო ვინც იყო მე-12 საუკუნეში აგერ აქ. მე-12 საუკუნეში, აი აქ. ვინც იყო თამართან, იმიტომ დაელოდა თამარი მე-12 საუკუნეში იმ ხალხს 22 საუკუნეში უკვე ყველას უნდა გაევლო იმდენივე რეინკარნაცია, რამდენი რეინკარნაციაც თამარს ჰქონდა იმ მე-12 საუკუნეში გავლილი. ამიტომ თამარმა პირდაპირი მნიშვნელობით მე-12 საუკუნეში რომ
მისმა სულმა რომ გადაწყვიტა რომ ფიზიკურიდან გავიდეს და მოვიდეს მაშინ როდესაც ესენი გაივლიან ზუსტად იგივე წრეებს და იმდენჯერ იმ წრეებს რამდენჯერაც თამარს აქვს გავლილი რომ მე აღარ უთხრან თამარს რომ შენ უფრო მეტი გაქვს გავლილიო მე ხლა ზეციური კანონზომიერებით გელაპარაკებით და არა ხორციელი და ადამიანური აი, როდესაც სულები დაჯდებიან და ითქვენ, ხო, შენ რეალურად ერთად ვართ ეხლა, გავლილი გვაქვს ზუსტად იგივე ცხოვრებები, ზუსტად იგივე იმდენჯერ ცხოვრება და საბოლოო ჯამში აბა რომელი ხართ, ჩემნაირი ძლიერი. ხო? დადგინდება რითი? გამოცდით. რა გამოცდით? აი, ზუსტად ამ დავითის ვარსკვლავით. დავითის ვარსკვლავი არის ის ვარსკვლავი, რომელმაც დავითი ჩაჭრა. რაში ჩაჭრა? აბა თუ იცით დავითის ისტორია, აი მაშინ მიხვდებით რაში ჩაიჭრა დავითი. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი გამოცდა ჰქონდა. ეს არის უკანასკნელი გამოცდა, ყველაზე ძლიერი და რთული გამოცდა, რო იცოდეთ. დავითის ვარსკვლავი, ყველაზე რთული გამოცდა. ეს არის გამოცდა ვნებების დაძლევის. და როდესაც დავითმა თავისი ერთგული მებრძოლი მოაკვლევინა ქალის გამო, რომ მასე დაქორწინებულიყო, რადგან შეუყვარდა ეს ქალი. აი სწორედ იქ დაკარგა მან დავითის ვარსკვლავი. და ვისი გახდა დავითის ვარსკვლავი თუ იცით? დავითის ვარსკვლავი აღარ არის დავითის ვარსკვლავი და ეხლა გეტყვით პირველად ინკლუზიურად იმას, რასაც არასდროს არ გაგიჟღერებდნენ არც იონისტები და არც არავინ ეკლესიიდან. დავითის ვარსკვლავი გახდა თამარის ვარსკვლავი, რომელიც შემდეგ ვინ მოპარა დავარს? ეს უკვე იმას ეწოდება, ვინც მითოლოგიას თქმულებებს იცნობს, ხალხურ თქმულებებს თამარზე, დავითის ვარსკვლავი თამარმა თავისმა მსახურმა მოპარა. ვინ იყო ეს დავითის ვარსკვლავი? მსახური, რომელიც თამარს თავის დავითის ვარსკვლავს პარავს? ვინ იყო თამარის მსახური, რომელსაც ანდობს ამ გასაღებს და ყველაზე დიდ გამოცდას ამითი ვერ ჩააბარებს მისი მსახური? აი აქ უკვე იხსნება ისეთი საკრალური თემა, სარკალური თემა, რომ ამ სარკალურ თემას მხოლოდ იცნობენ ჩემი მსმენელი, რომელიც გულისხმობით მისმენდა 5 წლის განმავლობაში. ახლა 1 საათში უცბად ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ მე ვეთქვი ჩემს მაყურებელს, რომელიც პირდაპირ ეთერში პირველად ინკლუზიურად იხსნება. ეს სარკალური თემა, რომელიც სარკეს ალთან არის კავშირში, არის ზუსტად იქ, სადაც თამარმა თავისი დუალური სულის გამოცდა გადაწყვიტა. ვინ იყო მისი დუალური სული? აი ეგ არის საკითხი. ვისაც გაინტერესებს ვინ იყო თამარის დუალური სული, გადადით უბრალოდ ჩემს YouTube-ზე Liquid Dogma თამარის ლაივი, ესე ქვია ჩემს YouTube გვერდს. არის იქ პლეილისტი თამარის ჯვარი და აი იქ გადახედეთ თამარის ჯვარს. შემდეგ პლეილისტი არის დუალური სულები და ტყუპის სულები. იქაც გადახედეთ, რამდენიმე ასეული ვიდეოა. ხო და აი იმათ რო უყურებთ, მე კითხეთ კიდე, თამარ, ეხლა მივხვდი რატომ არ იშორებ ამას ხელიდანო რა. როდესაც თამარმა გასაღები ჩააბარა მეშვიდე ოთახის თავის მსახურს, ამ მსახურმა და რომელსაც უთხრა რომ არ გააღო, რადაც არ უნდა დაგიჯდესო, ეს იყო გამოცდა, რომელიც თამარის მიერ უნდა ყოფილიყო მის მსახურთან განხორციელებული და თავისმა მსახურმა სამწუხაროდ ვერ ჩააბარა ეს გამოცდა. როგორ მთავრდება ეს ამბავი თუ იცით? საქართველოს ბედი მიდის უკან და უკან, ამ მსახურის ბედიც მიდის უკან და უკან, ყველანი კვდებიან და ჭირი ხალხინი აქასავით არ მთავრდება, გრძელდება ეს ამბავი და საკრალურთან, ანუ სარკალურთან მე-12 საუკუნეში სარკალური და სარკალური დრო არის 21 საუკუნე, რომელშიც რეალურად ვართ, ირეკლავს ეს ყველაფერი ერთმანეთს. ანუ მე-12 საუკუნიდან 21 საუკუნეში გრძელდება. როდის დაიწყება ამის გაგრძელება? გეტყვით. გაგრძელება დაიწყება მაშინ, როდესაც თამარმა მიიძინა. როდის მიიძინა თამარმა? თამარმა მიიძინა, როდესაც ის ხდებოდა. მოდი აბა ერთად გამოვითვალოთ, რო არ დამაბრალოთ მე. თამარი უფრო გვიან გარდაიცვალაო. რამდენი წლის გამებდა თამარიო?
20 წლის გამებდა თუ 19 წლისო ესე ამბობენ 19 წლისა გამებდა და 20 წელი იმეფაო თუ 21-ო ერთი მიუმატოთ გამოვაკლოთ ანუ რა გამოდის ახლა თუ თამარი 19 წლის გამებდა და 21 წელი იმეფა მაშასა და მე თამარი ყოფილა 40-41 წლის ხო როდესაც მიიძინა ეხლა ვერ დამაბრალებთ რომ რაღაცებს ვაკლებან ვუმატებ ხო 1-2 წელი აქეთ იქით რომ ზუსტად ეხლა არ ვიცი თამარი მე გეტყვით ჩემი თუ გჯერათ 21 წლის გამებდა და 20 წელი იმეფა 41 წლის მიჯნაზე თამარი გარდაიცვალა უი რა ახალგაზრდა ყოფილა იცით ზუსტად ჩემს ასაკში აი ეხლა როგორც მიყურებთ თამარი იყო 41 წლის ქალები არ ამბობენ თავის ასაკს მაგრამ თამარი არ იყო ქალი თამარი იყო კაციც და ქალიც როგორც ქრისტე იყო კაციც და ქალიც თავის თავში ანუ დავითის ვარსკვლავის მფლობელი მას არ უღალატია თავისი არც ერთი ქრისტის და არ უღალატია თავისი რელიგიას ვერ დავარ ქრისტესთვის არ უღალატია ქრისტესთვის ზუსტად ერთში ასრულებდა იმას რაც ქრისტემ დაუბარა აქედან გამომდინარე თამარს დავითის ვარსკვლავი კი ეკუთვნის მაგრამ აი თამარის დუალურ სულს რა უყოთ რომ თამარს უნდოდა თავისი დუალური სულის გადარჩენაც და აი თავისმა დუალურმა სულმა თუ ვერ შეძლო დავითის ვარსკვლავის მოპოვება ანუ ერთ გულება ნახე ორი გული ერთ გული ერთ გულება თუ ვერ შეძლო დუალმა ანუ გაორებულმა ალმა თუ ერთ გულში ვერ გაერთგულდა მაშინ თამარი ვეღარ გადაარჩენს თავის დუალურ სულს რაც არ უნდა სარკალური თემები მოვიდეს აღარ მოხდება სარკალური თემები იყო მე-12 საუკუნე არის 21 საუკუნე სარკალური თემა მოხდება მაშინ თუ დროის ათვლა ისევ ერთიდან დაიწყება და მოხვდებით ისევ მე-12-ში ანუ მე-12 21 22 ასე რომ ან დაიწყება დროის ახლიდან ათვლა და სარკალური თემა თუ მისი დუალური სული ვერ გამოსწორდა სარკალურ თემაში ისევ გადაიზრდება 12 საუკუნის მერე და ისევ იგივე ბორბალი დატრიალდება და ისევ დაიბადებიან ის სასტავი რომელიც სასტავიც მე-12 საუკუნეში იყო ერთ დროს თამართან ან კიდევ გააზრება მოხდება ახლა ამ საუკუნეში ამ სარკალურ საუკუნეში და ყველანი ამოიცნობენ თავის თავს თუ ვინ იყვნენ თამარის გარშემო იყვნენ ეს მსახურები იყვნენ ეს ერთგულები იყვნენ ეს მტრები შვილები მამები ძმები დები თუ ასე შემდეგ ხო ყველანი თავის თავს ამოიცნობენ მნიშვნელოვანი რაც იყო რომ თამარს თავის თავი ამოიცნო ეს უკვე მომხდარია და გაჟღერებულიც არის მისივე პირიდან ანუ ჩემი პირიდან გაჟღერებული არის ჯვარის მეთოდით ანუ ჯანი ვარ ჯანი არის ჯვარის პრინციპით ანუ თვითონ სიტყვა ჯვარის პრინციპით თამარმა თქვა უკვე ვარ ხოლო სხვა იტყვის თუ არა ხარ ეგ არის ეხლა საკითხავი ან გამოფხიზლდებით ან ისევ ძილში გადაიზრდებით და წახვალთ ისევ 12 საუკუნე 12 ასეული წელიწადი და დაელოდებით ახლად დაბადებას ისინი ვინც თამარის საძმოა და ახლა განხორციელებული არიან და მოსული არიან არავითარ შემთხვევაში არ ინებებენ კიდევ თქვათ თუ ახლიდან ათვლა დაიწყო და მე-12 საუკუნემდე რეინკარნაციაში აღარ მოვლენ ანუ იქნება სულსიბნელე ომები და არ ვიცი რა კიდევ 12 ასეული წელიწადი იქნებით სიბნელეში იტანჯებით ის სულები რომლებიც უნდა გააზრებული იყვნენ და გაიაზრებინათ იმ სულებს რომლებმაც ეს სარკალური თემები ვერ გაიგეს ხოლო უნდა გაეგოთ თამარმა ბევრი ეცადა რომ გაეგო თქვენთვის მაგრამ რა ვიცი აბა ზოგმა გაიგო ზოგმა ვერ გაიგო ზოგმა არ გაიგო ზოგმა იჯიუტა ზოგმა რაქნა და ზოგმა რაქნა ამიტომ წახვალთ ისევ ტრიალზე
და ჩვენ დაგელოდებით იქიდან ზეციდან და გადავწყვიტავთ აბა ჩავიდეთ აბა რა ვქნათ ახლა რა უყოთ იმ საცოდავებს გამოფხიზლდნენ თუ არ გამოფხიზლდნენ მოდი კიდევ ერთხელ მოვცადოთ აბა მაგრამ ნურას უკაცრავად მეგობრებო პირდაპირ გეტყვით თამარი მეორედ მესამედ აქ აღარ მოვა მეორედ მოვიდა ხოლო მესამედ აქ აღარ მოვა გარდა ამ ყველაფრისა გინდ დაიჯერეთ და გინდ არა თამარმა მაინც დათესა თავისი თესლი აქ თქვენში რომ თუ აღარ მოვა თამარი თქვენ მაინც გააზრება მოახერხოთ იმის რა მოხდა სარკალურ წელიწადში მე-12 საუკუნის სარკალურ წელიწადში სარკალური მეგობრებო არ ვამბობ ამას არასწორად სარკალური არის სწორი ფორმა საკრალური არის ცდარი ფორმა თქვენ დაუკარით მე სარკეში ჩავიხედა აი ესე ქვია ამას თქვენ თუ გინდათ დაუკარით მე პირადად როდესაც ადამიანი გადის ამ გამოცდას და ეს არის ბოლო გამოცდა ყველაზე ბოლო გამოცდა არის ბნება მეტი არაფერი აი თუ გაიარე იქ შური იქ ბოღმა იქ ის ყველაფერს გაივლი ყველანაირ იმას გაგავლევინებენ ხარ თუ არა მატერიისგან გათავისუფლებული იმასაც გაგატარებენ და ბოლოს გეკითხებიან აბა ეხლა ამ გამოცდას თუ გაუძლებში ყველაზე დიდი ცდუნება მურმანის ეკალი სადაც დგას სულ ყოველთვის მურმანის ეკალი ტყუილად არ არის ნათქვამი მურმანის ეკალი დგას ყოველთვის დუალურ სულებსა და ტყუპ სულებს შორის რა არის დუალური სულები და ტყუპი სულები ამაზე იცი რამდენი ვიდეო მაქვს შეძლილი ახლა ნუღა მალაყბებთ ამდენს გადადით ნახეთ და ძველი ვიდეოებია ზოგანი ისისა ყველეთ ლაპარაკობს ზოგან ფილტრი მაქვს ზოგანი ესე მაგრამ მაინც ნახავთ რა ინფორმაცია მნიშვნელოვანი და არა გარეგანი ხო და როდესაც თქვენ გაიგებთ დავითის ვარსკვლავის გამოცდას და გაივლით დავითის ვარსკვლავის გამოცდას ანუ თქვენს თავთან იგივე ქრისტესთან დარჩებით ერთ გული და დუალურ სულს გახდით ტყუპსულად ანუ შემოიერთებთ ერთ გულად გადააქცევთ არა დუალურად ერთ გულად როდესაც გადააქცევთ თქვენს ტყუპსულს ან თქვენი ტყუპი თქვენ გადაგაქცევთ ერთ გულად აი მაშინ არის ის პერიოდი, როდესაც აღდგომა ეწოდება და აღდგენაც მაგას ქვია, როდესაც თქვენ უკვე გადიხართ ბოლო გამოცდას და ბოლო გამოცდაზე ზეციური ძალები ფიზიკურში გიყურებენ საერთოდ დაიკიდეთ სადმე თუ სხვა ძალაა ქრისტე გულში ჩვენ შინაგანში შენივე თავს უმტკიცებ რომ მე შემიძლია ერთგულება შენივე თავს უმტკიცებ რომ თუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაცდულია დუალურ სულთან შეხვედრა, როგორც ვნების საკითხში, ისე ილუზიის საკითხში და ისე ყველანაირ საკითხში, ყველაზე მეტად ყველაზე რთული გამოცდა არის. არა რაღაცა მონანიება და ის და ეს დაძლევა და შიშის და ყველაფერი ადვილია, აი ამ გამოცდასთან შედარებით, ყველაზე რთული გამოცდაა. როდესაც შენ ამ გამოცდას გაივლი და მოიპოვებ შენ იმ სიტყვას რომ მე შევძელი რა შეძელი სიტყვის ერთგული ყოფილიყავი რაც უთხარი ჩემს მეუღლეს ის ბოლომდე გავიტანე მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რამდენჯერმე დაიფერფლო და მოკვდე და აღსდგე ამ პროცესში იმიტომ რომ ძალიან რთულია ხორციელად იმდენად რთულია ვნების გადატანა ანუ გამოცდის ჩაბარება რომ რასაც ქვია ფენიქსის ფერფლიდან აღდგომა მაგას ეწოდება რომ დაიწვევი და აღდგები კიდევ დაიწვევი და აღდგები ოღონდ არ გადადგავ ერთ ნაბიჯს აბა რომელია ეს ნაბიჯი ღალატი და ღალატი კი არა ღალ-ათი და ხალათიც აქედან მოდის რატოაც მონაზვნებს ხალათებს ქრისტეს ერთგულები გახდენენ ქრისტეს ერთგულები გამხდარენ თურმე მონაზვნები რომლებიც მე მამაებს აძლევენ ხო ძალიან ქრისტეს ერთგულები
ამიტომ ხალ 10 ჩვენ პერანგზე ქონდა საუბარი წინა ვიდეოში, სადაც არის პ რანგებში აყვანა, იგივე ხალ 10-ებში აყვანა. აი ეს არის ის მომენტი, როდესაც შენ შეიძლება 10 ჯერ ჩაიჭრა, მაგრამ მე-10 გავლაზე უკვე აღარ ჩაიჭრები. აღარ ჩაიჭრები. თანი. თან არის კავშირში. კავშირში არის შენთან, თან, ასთან. ანართან არის და 10-თან არის კავშირში. 10 კიდე არის 10-ნათი. ამიტომ ჩემო კარგებო, ხო? ქართული ამბავი ფანტანივით ერთმანეთში ტრიალებს. ერთი ასობგერა რომ გაგაგზავნის მეორე ასობგერასთან, მეორე ასობგერა მესამესთან გაგაგზავნის. მესამე მეოთხესთან, მეოთხე მეხუთესთან, მეხუთე მეექვსესთან და ასე ახვალ მე-40 ასობგერასთან ლიმდე და ლი გაგაგზავნის ისევ მე-10 ასობგერასთან. ინთან. ხო და ინი გაგაგზავნის მერე სხვასთან. ის გაგაგზავნის სხვასთან და ასე ივლი ლაბირინთებში მერე სანამ არ გაიგებ რა არის დავითის ვარსკვლავი. ახლა გაიგეთ რატომ იკეთია ეს ბეჭედი თიცე და ახლა გაიგეთ რატომ ემკეთა თამარს ის ბეჭედი თიცე? გაიგეთ ხო? ისტორიაში მოგიყვნენ ამ ამბებს სკოლაში. მეცნიერებმა მოგიყვნენ ამ ამბებს. არა, გამართული ქართულით ხო ლაპარაკობენ? ლაპარაკობენ ხო? კარგია რომ ლაპარაკობენ გამართული გრამატიკული ქართულით ხო? აბა თქვენ იცით, გრამატიკულად გამართულად წერეთ და იკითხეთ, წერეთ და იკითხეთ, წერეთ და იკითხეთ. წერტლი, ხო, წერტლი, აღო, კილი. თავარია გამართულად ილაპარაკოთ, ხოლო რას ლაპარაკობთ ვერ გესმით. ხო, წიგნობრებო, ასეა თქვენი საქმე, ასე. ახლა წავედი მე დაგემშვიდობეთ და დღესაც კარგი ლექსია ჩაგიტარეთ უფასოდ. მადლობლები ხართ? თუ მადლობლები ხართ, დამიწერეთ მადლობა თამარ. რა უნდა მაგას? მადლიერების გამოხატო ყველაზე კარგი რამეა. ხო და გამოხატეთ მადლიერება, თქვენ კაიკაცებო და ქალებო. რისი გეშინიათ, რომ ეს სიონისტებმა რო წაგლიჯეს ჩვენ თამარის მერე რომ ვერავინ ვერ გაიგო რას ნიშნავს დავითის ვარსკვლავი და ახლა მოვიდა თამარი და კიდე გიხსნით და მაინც გინდათ რომ თამარი სულელად აღიარო თუ რა ვიცი გიჟა თუ რაღაცა რა ვიცი რამდენჯერ უნდა მოვიდეს თამარი კიდე დებილი ხო არ არის რომ კიდევ მოვიდეს თქვენთან არა აღარ მოვა თქვენთან არა ეხლა თუ ვერ გაიგებთ აბა როდის ხოლმე გაიგოთ ვერც წარსულში ვერ გაიგებთ და ვერც მომავალში ეხლა თუ ვერ გაიგეთ გაიგე დრო მოვა მაგისიო დრო კი არ მოვა დრო მოგყავს ჩვენთან არის დრო ჩვენ ხელშია თავში ტვინში და გულშია რა დროში გადაგაქვს ან რა დროში რჩები ხო ამიტომ რა ვიცი აბა ხალხო ყველაფერს წაგგლეჯენ თუ თქვენ არ იცით ამის არსი ამის მნიშვნელობა თუ არ იცით რა თქმა უნდა გეტყვენ ეს ჩემიაო აბა რას ეტყვი ჩემიაო შენ გონია რომ ეს ცუდი რამეა არა და არც იმან არ იცის რეალურად რა არის იმან ვინცე საიგლიჯა არაფერი არ იცის რას ნიშნავს მაგრამ იცის რომ თამარმა უთხრა არ გააღო ის მეშვიდე ოთახიო და გააღო და ეს ვარსკვლავი შუქურ ვარსკვლავი გაფრინდა იმასაც გაუფრინდა და თამარსაც გაუფრინდა გესმის მაგრამ მოვიდა თამარი და დაიჭირა ისა მოვიდიაგო თქვენ ვერ გამიფრენთ ვარსკვლავსო ხო და ასე აბა კარგად გაიხარეთ თქვენს მადლობა და აბა დროებით